სახელმწიფო ტენდერებში ეგრეთ წოდებული შავი სიის მექანიზმი მკაცრდება. აღნიშნულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ინიცირებული ცვლილების მიხედვით, თუ ეკონომიკური ოპერატორი ხელშეკრულების მიღების მიზნით არაკეთილ სიდის ერქმედებას ჩაიდენს, მისი შავ სიაში რეგისტრაციის ვადა 1 წლის ნაცვლად 2 წლამდე გაიზრდება. გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა შეზღუდებათ იმ კომპანიებსაც, რომელთა დამფუძნებლებთან ან ხელმძღვანელებთან დაკავშირებული არიან შავ სიაში რეგისტრირებული პირები. ინფრასტრუქტურის მშენებლთა ნაწილი შავი სიის გამკაცრებას მიესალმება, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ უნდა გადაიხედოს თავად სისტემა თუ რის საფუძველზე ხვდებიან კომპანიები აღნიშნულ სიაში. ნოცა შუბაშვილი მუშაობს დღეს ამ თემაზე და დეტალებს ახლა პირდაპირ ეთერში გაგვიზიარებს. ნოცა გისმენთ. ნინო, მოგესალმები. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების პაკეტი იმ სიახლეების ნაწილს ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ სახელმწიფო ტენდერების მიმართულებით დაახლოებით 2 კვირის წინ ბიზნესთან შეხვედრაზე დაანონსა. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად ეგრეთ წოდებული შავი სიის მექანიზმი მკაცრდება, კერძოდ თუ კომპანია ხელშეკრულების მიღების მიზნით არაკეთილ სიდის ერქმედებას ჩაიდენს, მისი შავ სიაში რეგისტრაციის ვადა 1 წლის ნაცვლად 2 წლამდე გაიზრდება. გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა შეეზღუდებათ იმ კომპანიებსაც, რომელთა დამფუძნებლები ან ხელმძღვანელები დაკავშირებულები არიან შავ სიაში რეგისტრირებულ პირებთან. ინფრასტრუქტურის მშენებლების ნაწილი შავი სიის გამკაცრებას მიესალმება და აცხადებს, რომ არაკეთილ სინდისიერ კომპანიებთან მიმართებაში მიდგომა კიდევ უფრო მკაცრიც კი უნდა იყოს, როგორც ჩვენთან საუბარში კავკასიის Road Project-ის დამფუძნებელი პატა ტრაბაიძე აცხადებს, არის შემთხვევები, როდესაც კომპანიები ტენდერის მოგების მიზნით შესყიდვებში არარეალურად დაბალი ფასებით შედიან, შემდეგ კი აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ. პატა ტრაბაიძე ამბობს, რომ ინიცირებულმა ცვლილებებმა მათ შორის ასეთი შემთხვევებიც უნდა დააზღვიოს, თუმცა მისივე თქმით, ასევე უნდა გადაიხედოს თავად სისტემა, თუ რის საფუძველზე ხვდებიან კომპანიები შესაბამის სიაში. მისი თქმით, აღნიშნული საკითხის გადამწყვეტი არა სასამართლო, არამედ სპეციალური უწყება, მაგალითად, დავების საბჭო უნდა იყოს. განკაცება იმიტომ არის აუცილებელი, რომ პასუხისმგებლობით მოეპყროს თითოეული კომპანია აღებულ ვალდებულებას. რომ ქვეყანამ არ მიიღოს ზარალი, თუ ნებისმიერი გაჩიმული პროექტი არის ქვეყნისთვის ზარალი. კომპანია, რომელიც დაბალ ფასს დებს და შემდეგ იმის იმედია, რომ შემდეგ რაღაცა მოიქცევა, იმით დააკომპენსირებს. ეს ხომ არ არის რეალობასთან ახლოს ბიზნესი. ერთადერთი საკითხი, ვინ განსაზღვრავს, ვისი ბრალისობის გამო მოხდა ამ კონტრაქტის გაჩერება თუ დაუმთავრებლობა თუ არასათანადო შესრულება, ეს არის თავი. ამისათვის მე აუცილებლად ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა იყოს დავების საბჭო შიგნით ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სადაც კომპეტენტური ადამიანები განსაზღვრავენ და არა სასამართლო, სადაც სასამართლო მოსამართლე არ არის კომპეტენტური ჩვენ საქმეში. იურისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზა ეგრეთ წოდებული შავი სიის მექანიზმის გამკაცრება ვერ იქნება. როგორც ჩვენთან საუბარში იურისტი ბადრი ნიაური ამბობს, მექანიზმის მსგავსი გამკაცრებით დადგება შედეგი, როდესაც ტენდერებში მონაწილეობის მიღებას კიდევ უფრო ცოტა კომპანია შეძლებს, რაც ბაზარზე კონკურენციასაც შეამცირებს. მისი თქმით, გამოსავალი არა ბარიერების შექმნა, არამედ თავად პრობლემის სათავის მოგვარება უნდა იყოს, რომელიც თავად შემწყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული ტენდერების პირობებში მდგომარეობს. თუკი შემწყიდველს ექნება სწორად გამოცხადებული სატენდერო პირობები, დამერწმუნეთ არც ერთ ბიზნესს არ აქვს სურვილი, რომ პროექტი ჩააგდოს და აღმოჩნდეს შავ სიაში. ეს შეზღუდვა ბუნებრივია, გულისხმობს იმას, რომ უბრალოდ ბიზნესები შემცირდება და მივიღებთ არაკონკურენტულ უნარიან გარემოს. შესაბამისად, ეს არ არის გზა, ესე ვთქვათ, მომავლისკენ, ეს არის უბრალოდ არაღიარება სახელმწიფოს მიერ, რომ ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა. სწორი მიდგომა იქნებოდა შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა გაიღვიძოს, გამოანათოს, დავიჯეროთ, რომ შესყიდვების სააგენტოს ყავს ხელმძღვანელი, გვაქვს სახელმწიფო სისტემა, დააწესოს სტანდარტები და ერთი და იგივე შემსყიდველმა მსგავს ტენდერებზე ერთი და იგივე პირობებით გამოაცხადონ, ერთი და იგივე ხელშეკრულებები გააფორმონ და არა მანიპულაცია, სადაც ხელშეკრულებებში პირდაპირ ვკითხულობ კორუფციას.
სახელმწიფოს შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ტენდერებში ფასთა ინდექსაციის კომპონენტის შემოღებას, კერძოდ როგორც ცვლილებების პროექტში აღნიშნული, ეს მიმართულება განპირობებულია ფასთა ცვალებადობის გამოწვევებით, ინდექსაცია კი მხარებს აძლევს უფრო ოპერატიულად და ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება. ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ შეფასებას მაყურებელს ჩვენს შემაჯამებელ გამოშვებაში შევთავაზებთ. მადლობა ნუცა, რა იცვლება შესყიდვების კანონში ნუცა შუბაშვილმა გაგაცნო.